დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ამენორეა. ამენორეა ეს არის მენსტრუალური ციკლის არარსებობა რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ამენორეა არ არის დამოუკიდებელი დაავადება, არამედ სიმპტომია, რომელიც შეიძლება მრავალმა ფაქტორმა გამოიწვიოს. არსებობს ორი ძირითადი ტიპი. პირველადი ამენორეა, მდგომარეობა, როდესაც გოგონას 16 წლის ასაკისთვის არ დაწყებია მენსტრუაცია, ნორმალური სქესობრივი მომწიფების სხვა ნიშნების არსებობის შემთხვევაშიც კი, ან 14 წლის ასაკისთვის, თუ სქესობრივი განვითარების მეორადი ნიშნები არ აღენიშნება. მეორადი ამენორეა, მდგომარეობა, როდესაც ქალს, რომელსაც მანამდე რეგულარული მენსტრუალური ციკლი ჰქონდა, მენსტრუაცია შეუწყდა 3 ან მეტი თვის განმავლობაში, ან 6-12 თვის განმავლობაში, თუ მანამდე ოლიგომენორეა, არარეგულარული ციკლი ჰქონდა. ამენორეის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად. ბუნებრივი მიზეზები. ორსულობა, ყველაზე ხშირი მიზეზი რეპროდუქციულ ასაკში. ძუძუთი კვება, ლაქტაციის პერიოდში მენსტრუაცია ხშირად არ არის. მენოპაუზა, მენსტრუალური ციკლის ბუნებრივი შეწყვეტა, ჩვეულებრივ 45-55 წლის ასაკში. ჰორმონალური დისბალანსი. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ხასიათდება ჰორმონალურ დისბალანსით, რაც იწვევს საკვერცხეებში კისტების წარმოქმნას და ოვულაციის დარღვევას. ჰიპოთალამუსის ფუნქციური ამენორეა, გამოწვეულია ჰიპოთალამუსის, ტვინის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს ჰორმონების გამომუშავებას, ფუნქციის დარღვევით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, წონის მკვეთრი კლებით, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით, კვებითი დარღვევებით, ანორექსია, ბულიმია. ჰიპერპროლაქტინემია, პროლაქტინის ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს რძის გამომუშავებას, დონის მომატებას სისხლში. შეიძლება გამოწვეული იყოს პროლაქტინომით, ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ზოგიერთი მედიკამენტით, მაგ, ანტიდეპრესანტებით, ანტიფსიქოზური საშუალებებით, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, როგორც ჰიპოთირეოზი, ფუნქციის დაქვეითება, ისე ჰიპერთირეოზი, ფუნქციის მომატება, შეიძლება იმოქმედოს მენსტრუალურ ციკლზე. თირკმელზე და ჯირკვლის დაავადებები, მაგ, თირკმელზე და ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია. საკვერცხეების ნაადრევი განლევა, ნაადრევი მენოპაუზა, საკვერცხეების ფუნქციის შეწყვეტა 40 წლამდე. ჰიპოფიზის დაავადებები, სიმსივნეები, ინფექციები, ტრავმები, სისხლმომარაგების დარღვევა. გენიტალური ორგანოების სტრუქტურული პრობლემები, ძირითადად პირველადი ამენორეის დროს. საშვილოსნოს ან საშოს არარსებობა ან განუვითარებლობა, მაგ მიულერის აგენეზია. საშვილოსნოს ყელის ატრეზია, თანდაყოლილი შევიწროება ან არარსებობა. საშოს ატრეზია. ჰიმენის საქალწულე აპკის ატრეზია. გენეტიკური დარღვევები. ტერნერის სინდრომი, ქალებში ერთიც ქრომოსომის არარსებობა ან სტრუქტურული დეფექტი. საკვერცხეების დისგენეზია. სხვა მიზეზები. ქრონიკული დაავადებები, მაგ, ცელიაკია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, კისტოზური ფიბროზი. ზოგიერთი მედიკამენტი, ქიმიოთერაპიული პრეპარატები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, არტერიული წნევის დამწევი ზოგიერთი საშუალება. საშვილოსნოს შიგნითა შეხორცებები, აშერმანის სინდრომი, შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს ვრუს გამოფხეკის, აბორტის, შობიარობის შემდგომი სისხლდენის ან ინფექციის შედეგად. სიმსივნეები, იშვიათად. მთავარი სიმპტომი, რა თქმა უნდა, მენსტრუაციის არარსებობაა. სხვა სიმპტომები დამოკიდებულია ამენორეის გამომწვევ მიზეზზე. ჭარბთმიანობა, ჰირსუტიზმი, აკნე, წონის მატება, თმისცვენა, ანდროგენული ალოპეცია, შავი პიგმენტაცია კანის ნაკეცებში. ჰიპერპროლაქტინემიის დროს, ბძის გამონადენი ძუძუებიდან გალაქტორია, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, წონის ცვლილებები, დაღლილობა, ყაბზობა ან ფაღარათი, გულისცემის ცვლილებები, კანის სიმშრალე, თმისცვენა. ჰიპოთალამუსის ფუნქციური ამენორეის დროს, წონის კლება, დაბალი წონა, სტრესის მაღალი დონე, ინტენსიური ფიზიკური აქტივობა. საკვერცხეების ნაადრევი განლევის დროს, მენოპაუზის სიმპტომები, ალები, ღამის ოფლიანობა, საშოს სიმშრალე, ხასიათის ცვლილებები. დიაგნოსტიკის პროცესი მოიცავს ანამნეზის შეკრება, ექიმი დეტალურად გამოკითხავს პაციენტს მენსტრუალური ციკლის შესახებ, სამედიცინო ისტორიას, ცხოვრების წესს, მედიკამენტებს, ოჯახურ ანამნეზს, მსგავსი პრობლემების არსებობა ოჯახში.
ფიზიკური გასინჯვა, გინეკოლოგიური გასინჯვა, სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა, სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. ლაბორატორიული გამოკვლევები. ორსულობის ტესტი, პირველი რაც უნდა გაკეთდეს რეპროდუქციული ასაკის ქალებში ამენორეის დროს. სისხლში ჰორმონების დონის განსაზღვრა. ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი და ლუთეიმასტიმულირებელი ჰორმონი მომატებული დონე შეიძლება მიუთითებდეს საკვერცხების პრობლემაზე, მაგ საკვერცხების ნაადრევი განლევა, დაბალი დონე, ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის პრობლემაზე. ესტრადიოლი, დაბალი დონე შეიძლება მიუთითებდეს საკვერცხების ფუნქციის დაქვეითებაზე. პროლაქტინი, მაღალი დონე მიუთითებს ჰიპერპროლაქტინემიაზე. თირეოტროპული ჰორმონი და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, T4, T3, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად. ტესტოსტერონი და დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატი, მომატებული დონე შეიძლება მიუთითებდეს ან თირკმელზე და ჯირკვლის პრობლემაზე. ანტიმიულერული ჰორმონი, საკვერცხების რეზერვის შესაფასებლად. ინსტრუმენტული გამოკვლევები. მცირე მენჯის ხრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, საკვერცხების საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის შესაფასებლად, კისტების, პოლიპების, მიომების გამოსავლენად. თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ჰიპოფიზის სიმსივნის პროლაქტინომის გამოსარიცხად. ჰისტეროსკოპია, საშვილოსნოს ხრუს გამოკვლევა ენდოსკოპის საშუალებით, შეხორცებების, აშერმანის სინდრომის გამოსავლენად. გენეტიკური კვლევები, ქრომოსომული ანომალიების გამოსარიცხად, მაკ-ტერნერის სინდრომი. ლაპარასკოპია, იშვიათად დიაგნოსტიკური მიზნით, საკვერცხების მდგომარეობის შესაფასებლად. კურნალობა დამოკიდებულია ამენორეის გამომწვევ მიზეზზე. ბუნებრივი მიზეზების დროს, კურნალობა არ არის საჭირო. ჰორმონალური დისბალანსის დროს. ცხოვრების წესის შეცვლა, წონის დაკლება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება. ორალური კონტრაცეპტივები, მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად, აკნეს და ჰირსუტიზმის სამკურნალოდ. მეტფორმინი, ინსულინრეზისტენტობის შესამცირებლად, თუ პაციენტს აქვს ინსულინრეზისტენტობა ან დიაბეტი. ანტიანდროგენები, სპირონოლაქტონი, ჰირსუტიზმის სამკურნალოდ. კლომიფენციტრატი ან ლეტროზოლი, ოვულაციის სტიმულაციისთვის, თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას. ჰიპოთალამუსის ფუნქციური ამენორია. წონის მომატება, თუ პაციენტს აქვს დაბალი წონა. სტრესის მართვა, ფსიქოთერაპია, რელაქსაციის ტექნიკები. ფიზიკური დატვირთვის შემცირება, თუ პაციენტი ინტენსიურად ვარჯიშობს. კვების დარღვევების მკურნალობა, თუ პაციენტს აქვს ანორექსია ან ბულიმია. იშვიათ შემთხვევებში ჰორმონალური თერაპია, გონადოტროპინ-რელიზინგ ჰორმონის აგონისტები. ჰიპერპროლაქტინემია. დოფამინის აგონისტები, ბრომოკრიპტინი, კაბერგოლინი, პროლაქტინის დონის შესამცირებლად. ქირურგიული მკურნალობა, თუ პროლაქტინომა დიდია ან არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს. ჰიპოთირეოზის დროს, ლევოთიროქსინი, სინთეზური ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი. ჰიპერთირეოზის დროს, თირეოსტატიკები, მეთიმაზოლი, პროპილთიურაცილი, რადიოაქტიური იოდი, ქირურგიული მკურნალობა. საკვერცხების ნაადრევი განლევის დროს. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, ესტროგენი და პროგესტერონი, მენოპაუზის სიმპტომების შესამსუბუქებლად და გართულებების, ოსტეოპოროზის, პროფილაქტიკისთვის. გენიტალური ორგანოების სტრუქტურული პრობლემების დროს. ქირურგიული კორექცია, საშოს ან საშვილოსნოს ყელის ატრეზიის, ჰიმენის ატრეზიის დროს. გენეტიკური დარღვევების დროს. სიმპტომური მკურნალობა. სხვა მიზეზების დროს. ძირითადი დაავადების მკურნალობა. მედიკამენტების შეცვლა ან დოზის კორექცია, თუ ამენორეა გამოწვეულია მედიკამენტით. მიმართეთ ექიმს, გინეკოლოგს ან ენდოკრინოლოგს, თუ შეამჩნევთ მენსტრუალური ციკლის დარღვევას. ნუ ეცდებით თვითმკურნალობას. ამენორეის მიზეზი შეიძლება სერიოზული იყოს და საჭიროებდეს სპეციფიკურ მკურნალობას. მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, იკვებეთ ბალანსირებულად, ივარჯიშეთ რეგულარულად, მართეთ სტრესი, მოერიდეთ წონის მკვეთ ცვლილებებს. თუ გეგმავთ ორსულობას, ამენორეის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.